გრავიდარუმის ჰიპერემიზი. ორსულობის დროს გულისრევისა და ღებინების არსებობა. დიახ, ალბათ თქვენ ჩემსავით ეს ტოქსიკოზი გეგონათ, როგორც ჩვენ სოციუმში არის ცნობილი. თუმცა საქმე ასე არ არის. ეს შეიძლება გაცილებით რთულადაც გამოვლინდეს ორსულებში. გრავიდარუმის ჰიპერემიზი, სწორედ ვამბობ იმედია, შესაძლოა ორსულობის ბოლომდე გაგრძელდეს და დედებისთვის საკმაოდ მძიმე გადასატანია. ასეთ დროს რთულდება აქტიური ყოფა ხელსუშლის მუშაობაში, საქმიანობაში. ხშირ შემთხვევაში წონის მატების ნაცვლად ხვდებით წონის კლებას. არის დეჰიდრატაცია, საჭიროებს წოლით რეჟიმს, უმადობა, უჭმელობა, კვებითი დეფიციტი, ვიტამინების ნაკლებობა. ეს მდგომარეობა სტატისტიკურად ორსულების 2% შეენიშნება მსოფლიო მასშტაბით, რაც საკმაოდ დიდი ციფრი არის დამეთანხმებით. ამიტომ 15 მაისი არის გრადივარუმის ჰიპერემიზის ცნობიერების ამაღლების დღე. წარმოიდგინეთ, რომ ქალებს ხშირ შემთხვევაში ამ სიმპტომებთან გამკლავება 9 თვის განმავლობაში ესაჭიროებათ, რაც რა თქმა უნდა საკმაოდ ძლიერ ემოციურ მდგრადობას საჭიროებს. თუმცა მიუხედავად ამისა, ქალები შეიძლება ხშირ შემთხვევაში ამ სიმპტომების გამო აღმოჩნდნენ საკმაოდ რთულ მენტალურ მდგომარეობაში. ხშირ შემთხვევაში შეიძლება დეპრესიაც კი აღმოაჩნდეთ, რაც მშობიარობის შემდეგაც კი შეიძლება ხშირ შემთხვევაში გაგრძელდეს. სამწუხაროდ მეცნიერებმა ამ პრობლემების ზუსტი გამოწვევი მიზეზები არ იციან, თუმცა მიახლოებითი აზრი ის არის, რომ კონკრეტული ჰორმონის გამოყოფა ხდება უფრო მეტად ვიდრე საჭიროა. ეს ჰორმონი არის HCG, იგივე ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი, რომელსაც დედის ორგანიზმი გამოყოფს ორსულობის დროს. ძირითადი სიმპტომები არის ძლიერი გულისრევა, ღებინება დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ტოქსიკოზის დროს ეს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დილის საათებში ხდება. საკვების მიუღებლობა, დეჰიდრატაცია, შარდვის დარღვევა, დაღლილობა, გაბრუება, თავის ტკივილი, დაბალი წნევა, სწრაფი გულისცემა, შრალი კანი, დაბნეულობა და სიყვითლე ღვიძლის დაზიანების გამო. როცა დედა ყველაზე დიდი ბედნიერებისთვის ემზადება თავის ცხოვრებაში და მისი ორგანიზმი მას ხელს ვერ უწყობს, ეს შეიძლება საკმაოდ სტრესული აღმოჩნდეს. დამეთანხმებით ეს მარტივი მისახვედრია. ამიტომაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცებმა გაცილებით დიდი ყურადღება მივაქციოთ ჯანმრთელობის ამ მიმართულებასაც, ანუ მენტალურ ჯანმრთელობის ნაწილს. და საკმაოდ მნიშვნელოვანი არის მათი სრული თანადგომა ორსულობის არა მხოლოდ პერიოდში, არამედ მის შემდეგაც. გამარჯობა. მე გუგა ვარ და ეს ჩვენი მეხუთე ვიზიტია. 15 მაისი ასევე გახლავთ გონებრივი ჯანმრთელობის მოქმედების დღე. დიახ, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს მენტალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების მიმართ საზოგადოების ყურადღების ამაღლებას, რა თქმა უნდა, და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. სამწუხაროდ, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, საქართველოს სტატისტიკური მაჩვენებლები ამ კუთხით არ გააჩნია. თუმცა ჩვენ შეგვიძლია დავიხმაროთ მსოფლიო სტატისტიკური მაჩვენებლები და ბოლო 5 წლის სტატისტიკას წარმოგიდგენთ. ბოლო 5 წელიწადში 10 ზრდასრულიდან 4-ში ვლინდება შფოთვისა და დეპრესიული აშლილობის სიმპტომები. რომ შევადაროთ ეს მაჩვენებელი 2020 წლამდელ პერიოდს, ეს იყო 10-დან მხოლოდ 1 ზრდასრულში. ხოლო 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი 56%-იან ნიშნულს აჭარბებს, რაც საკმაოდ შემაშფოთებელი არის ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია უფრო დიდი ყურადღება დაუთმოთ ამ საკითხს და ყოველწლიურად მასშტაბები ამ ღონისძიებების იზრდება. მაგალითად, წელს ამერიკაში მთელი კვირა დაუთმეს ამ ღონისძიებას და 1500-ზე მეტი კომპანია იყო ჩართული. 15 მაისი მეცნიერებმა დაუთმეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას, რომელიც გახლავთ გაცილებით პოზიტიური. ეს არის ჩვილი ბავშვთან მოვლის პრაქტიკა, კერძოდ კი კენგურუს მეთოდი. გულისხმობს კანით კანზე შეხებას მშობელსა და ბავშვის შორის. აღნიშნული მეთოდის გამოყენება დაიწყეს, რა თქმა უნდა, ნაადრევად დაბადებულ ან დღენაკულ ბავშვებს შორის და მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კენგურუს მეთოდი საგრძნობლად აუმჯობესებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას. კენგურუს მეთოდს დღესდღეობით მეცნიერები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათ უკვე მოახერხეს იმის დადასტურებაც, თუ რა სარგებელი მოაქვს ამ მეთოდს ბავშვების. ინარჩუნებს ბავშვის სხეულის ტემპერატურას, არეგულირებს ბავშვის გულის და სუნთქვის სიხშირეს, ხელს უწყობს ბავშვის ძილის დარეგულირებაში, ზრდის ბავშვის წონის მატებას, აუმჯობესებს ჟანგბადის გაჯერების დონეს და უმშვიდებს ბავშვს ნერვულ სისტემას. მშობლისთვისაც აქვს, რა თქმა უნდა, ამ მეთოდს გარკვეული სარგებელი და ამაზე საუბარიც ძალიან საინტერესო იქნება. ბავშვთან დობის ჩამოყალიბება აძლიერებს თქვენს კავშირს პატარასთან და ამსუბუქებს განშორების გრძნობას, ზრდის ძუძუთი კვების შანსებს, ამცირებს შფოთვის ეპიზოდებს და ასტაბილურებს დედის მენტალურ ჯანმრთელობას. თუ მიგაჩნიეთ, რომ ჩახუტებით ან ხელშიტარებით, ისევე როგორც უფროსი თაობა გვასწავლიდა ამას, თქვენ შულს აფუჭებთ, თქვენ ცდებით. მეცნიერებმა დაამტკიცეს საპირისპირო. აჩუქეთ თქვენ შულს ჩახუტება, აგრძნობინეთ თქვენი ენერგია და აუცილებლად მიიღებთ იგივე რეაქციას მისგანაც.
ბავშვობაში ინფექციური დაავადებები არ გადაუტანია, საკმაოდ ადვილად ცივდებოდა და საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა გამოსაჯამრთელებლად. სხვათა შორის იყენებდა გამოჯამრთელებისთვის ხალხურ მედიცინას, კერძოდ ქონს და აღმოჩნდა რომ თხის ქონს, აღმოჩნდა რომ არ ჭამს საერთოდ ფასტ ფუდს და 18 საათიან დიეტასაც იცავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არის პროდუქტი, რომელზეც უარს ვერ ამბობს. ეკა ამირეჯიბის ანამნეზი. ეკატერინე ამირეჯიბის ანამნეზი. რა მაწუხებს გული გაზაფხულობით? ესეთ სეზონია, რომ ცოტა მიფრიალებს ხოლმე ამ დროს და რაღაც ისეთი ქრონიკული დაავადება საბედნიეროდ არ მაწუხებს. ჩემი იმუნიტეტიც დიდად არ მაწვალებს. ნუ ყოველ შემთხვევაში ის სეზონურად შეიძლება ხოლმე რომ ვიგრძნო რომ თუ თქვა რამდენჯერმე დამემართა ვირუსი ან გრიპი, მე შევაშველებ ხოლმე თქვა რაღაცა ვიტამინებს, ან ვცდილობ რომ რაღაცა უფრო მივაქციო კვებას, ყურადღება. ისე არ ვწუწუნებ ჩემს იმუნიტეტზე. ძალიან დიდხანს არ ვიმჩნევდი, რომ გაზაფხულზე, აი, რაღაც დიდი ესეთი ხავერდის მძიმე ფარდა ეშვებოდა ჩემს გონებაზე. აი, სულ ვიყავი რაღაცნაირად, აი, ძილ ბურანში, სულ აი რაღაცა ყელი რო გეფხანება, ყურებიც, მოკლედ არ ვაქცევდი ამას ყურადღებას, ეთყობა არ მინდოდა სადღაც ჩაძიება, რომ არ აღმოჩენილიყო, რომ ალერგიული ვარ. მე საკმაოდ გამიმწვავდა და ნუ სულ ეკითხებოდი ჩვენს ყველას მეგობარ ბიძინას, გულუმბეგოვს. მახსოვს რომ ბოლოს დამცინოდა ხოლმე, რომ შენ აი ბოლო სერიაში ზუსტად ვიციო, რომ აი შენი საყვარელი ჩარლის ალერგია აღმოგაჩნდებაო. ანუ ჩარლი ჩემი ძაღლია და ბევრი წელი რომ გაგრძელდა ეს ჩემი ეს რა ქვია, ჭინდილი ამ ალერგიასთან, ბოლოს წავედი და გავიკეთე ძალიან ვრცელი კვლევა. რომელიც არის, ნუ აი, ეს რა ქვია, სქელტანიანი წიგნი, ძალიან ბევრი კომპონენტიანი და ესე სიღრმისეულად გამოვიკვლიე, ხო იცი რაღაცა ჯერ არ მიდიხარ არასოდეს და მე რომ მიდიხარ და ყველაფერზე უნდა გავიკეთო ალერგიის ტესტი თუ რაღაც და ნუ აღმოჩნდა რომ დავიწყო ბალახის ყვავილის მტვრის მარცვალი, ხეების ყვავილის მტვრის მარცვალი, მარცვლეული, რა ვიცი, ტარაკანზეც გქონია თურმე ალერგია. აი არ ვიცი, რას გითხრათ, კრევეტები, ნესვი, ხამანწკები, ძალიან ბევრი რამე, მოკლედ, რაშიც ყველაზე მეტი ალერგენია ეს რაღაც ავშანი, ამბროზია და ნუ ამ ყოველფერზე აღარ მაქვს ლაპარაკი. ყველაზე დიდი ფრუსტრაცია დამემართა მაშინ, როდესაც გამომიცხადეს, რომ დიახ, მე ვარ ძაღლის ბეწვის მიმართ ალერგიული, იმიტომ რომ ნუ აი ძაღლები არის ჩემი აი ნუ როგორი სისუსტე იცი ანუ სულ ერთია ქუჩის ძაღლია, აი ყველას მე მივსდევ ოღონდ აქეთ რა. უკვე რომ ვიცი რომ გაზაფხული მოდის, რაღაცა თადარიგს ვიჭერ. არ იყო სხვათა შორის ადვილი, აი ამასთან შეგუება, რომ ანუ სულ უნდა რაღაც მიიღო და სულ უძალიანდები ხოლმე და სანამ ძალიან არ გამიჭირდება, არ ვიწყებ ალერგიის წამლების მიღებას, მაგრამ ნუ აი ეხა ვიცი რომ აი გაზაფხულზე, აი ამ დროს, ეხაც მაგალითად ვსვავ, რომ ძალიან მწვავე ფაზაში არ შევიდეს მოკლედ ეს ჩემი ალერგიები. მართალი აღმოჩნდა ბიძინა ექიმი. ადვილად ვცივდები? ვერ ვიტყოდი, უფრო ბავშვობაში ვცივდებოდი ხოლმე და იმ ახსოვს რომ რაღაცა ჩემი ბავშვობის ტკივილი იყო ხოლმე, რომ აი სურდო თუ დამემართებოდა, აი შემდეგი 4 თვე ვებრძოდით სურდოს, ძალიან გრძელდებოდა ხოლმე ეს ჩემი სურდო. აი ანგინა თუ დამემართებოდა ხოლმე ეს იყო ჯოჯოხეთი. ბავშვობაში აი ეს ბატონები და რაც ძირითადად კარგია რომ პატარა ასაკში გადაიტანო, ნუ რაღაცა ისე მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომ არ დამემართა და მე ეს დასრულობაში რომ აი თქვათ გარშემო ვინმეს მქონდა ხოლმე ეს წითურა ან წითელა, სულ ეს მემართებოდა რომ აი მე ხარ და მემართოს და მე ჩემს საყვედურობდი ხოლმე, რომ რანაირად არ მაქვს არაფერი გადატანილი, ნუ მე 10 რაც კი გავიკეთე ამის გამო მაცმევდნენ ძმრიან წინდებს. ძმრიანი წინდები მე მგონი ყველას ეს არის ბიოგრაფიის ნაწილი. ძალიან მაღალ სიცხეზე კი და რა მახსოვს იცი კიდე თან ეს ის იყო რა ქვია ოჯახში უნდა ყოფილიყო რა რაღაცა ქონი, რისი ქონი იყო? მე ესე გაზზე უნდა ცოტა შეგეთბო, ოღონდ ეს ცოტა კერთებებოდა, ცოტა დუღდებოდა რა და მე ის გწავდა კიდე და ესე უნდა აგეტანა და მოკლედ ამბობდნენ რომ კაი იყო თუ აი რაღაცა გახველებდა და ფილტვებში თუ ხეხინებია თუ რაღაცა, აი მაგ დროს მახსოვს რომ დედა მოარბენინებდა ხოლმე ესეთ რაღაცა რკინის კოვზით და შიგნით იყო ხოლმე ეს რაღაცა თეთრი მასა, რომელსაც დღეს მეძახი რაღაცის ქონს. ხშირად ვიკეთებ პროფილაქტიკურ ანალიზებს.
ну, აი წელიწადში ერთხელ მინიმუმ. მით უმეტეს აი მას შემდეგ რაც გავარკვია რომ მაქვს დ-ვიტამინის ნაკლებობა, დეფიციტი, მიწევს ხოლმე გაკეთება, იმიტომ რომ ვარეგული რო ვთქვათ ეს დონე რა. ხშირად დავდივარ ექიმებში, ძალიან არ მიყვარს ექიმებში სიარული. განსაკუთრებით აი ჩქარა რომ აყრიან ინფორმაციას და სახლამდე რო ვერ მიგაქ. ну, დაწერილის წაკითხვაზე აღარ მაქვს საუბარი. ემოციური ვარ. აი ამ ბოლო წლებში უფრო ვცდილობ რომ დავუთმო დრო აი ამ ემოციებში გარკვევას, უფრო მეტად დავუგდო ყური მოკლედ ჩემს შინაგან ხმას, მედიტაციით იქნება ეს, ცოტა სპორტით, ველოსიპედით თუ ასე შემდეგ, რაღაცა აი ეს ცოტა სიმშვიდე, მით უმეტეს აი ამ სრულიად გიჟურ სამყაროში ცოტა ჩემი სიმშვიდე შევიქმნა, ჩემი წილი. მიმართავს ფსიქოლოგისთვის თუ არა? სხვა შორის ფსიქოლოგია ძალიან მაინტერესებს და ყოველთვის სიამოვნებს ფსიქოლოგებთან ურთიერთობა და რაღაცა ეს გაცვლა ინფორმაციის. იყო რაღაცა ერთი პერიოდი, გამიჭირდა ისე ძალიან და მაშინ მახსოვს რომ რამდენიმე სესია ქონდა ფსიქოლოგთან. ძალიან საინტერესო იყო. საბოლოო ჯამში მაინც ჩვენი თავის ფსიქოლოგები ჩვენ ვართ. COVID-19 ჩემს ცხოვრებაში ღმერთო ეს მინდა რომ აღარ მახსოვდეს საერთოდ. პრაქტიკულად მარტომ გავიარა. ჩემი ოჯახი ანუ მაგარაკზე იყო და გამომდინარე იქიდან რომ მე სულ მუშაობდი და ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა შეხება სამსახურიდან გამომდინარე. სამსახურში დამემართა კიდეც მახსოვს პირველად ეს COVID-ი. ვცდილობდი რომ არ მქონოდა შეხება ჩემს მშობლებთან და მაქსიმალურად გავფრთხილებოდი მოკლედ მათ და ისე გამოდიოდა რომ აი ესე ვიყავი, იმიტომ რომ სულ მარტო ვიყავი ძირითადად, ძალიან რთული იყო რა ფსიქოლოგიურად ნამდვილად. კოსმეტოლოგს ვსტუმრობ, მაგრამ აი ვერ დავიკვეხნი იმას, რომ თქვა ძალიან ხშირად. ძირითადი ასე ვთქვათ რუტინა მაქვს, არა რაღაცა ესეთი 9 საფეხურიანი, რაც დღისაცხი, ღამისაცხი. აი ხა რაღაც გაზაფხულზე უფრო სიახლეები და რაღაცა ყველაფერი რო იღვიძებს, თქვა ეხა მივედი, რომ აბა რაღაცა ჩავიხედოთ სარკეში. ცხოვრობ ჯანსაღი წესით თუ არა? ну ყოველთვის არის რაღაც რაც შეიძლება რომ ჩვენს ჩვევებში გავაუმჯობესოთ და რაღაც შევცვალოთ. კვებაშიც არის ესეთი ჩავარდნები, მაგრამ ну აი junk foods მაგალითად სწრაფი კვების ობიექტებს არასდროს არ მიმართავ. აი, ну, შეიძლება თუ მოგზაურობ და რაღაცა ისე მომიწია, რომ აი უცებ მაწონი და ხაჭომირჩევნიო ჭამა, ვიდრე ვთქვათ ბურგერი რა. არც კი მახსენდება ბოლოს როდის ვჭამე და ну ეს კარგია. ხანდახან ის წყლის დალევა იმ დოზით, რა დოზითაც საჭიროა და რაღაცა ну მავიწყდება და ისე ვერ ვასრულებ. კვებასთან დაკავშირებით სხვა შორის აი 18 საათიან ამ ინტერვალურ კვების რეჟიმს ვიცავ ხოლმე. სხვა შორის მშრალი ფასტინგიც გამიკეთებია. ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებს, ანუ ერთი დღე მთლიანად, ანუ საერთოდ არ ვიღებ, ვთქვათ, არც საკვებს და არც წყალს. მე არ მინდა გავცე რეკომენდაცია, ვთქვათ, ექიმის გარეშე. ძალიან ბევრი კვლევა არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომ მე ორგანიზმი გადადის აი self-cleaning-ის, ანუ თვითწმენდის რეჟიმზე, როდესაც კუჭი მოსვენებულ მდგომარეობაშია და პერმანენტულად, ვთქვათ, რაღაც საკვები არ აქვს გადასამუშავებელი და ეს მიცდია. ძალიან მსუბუქად გრძნობ მეორე დღეს თავს და აი ყველაფერი ისეთი გემრიელი მეჩვენება, აი მოხარშული კვერცხი, ვაში. რა პროდუქტზე ვერ ვამბობ უარს, აი ყველი მიყვარს ძალიან. ყველზე ძალიან მიჭირს უარის თქმა. აი ყველაფერი შემიძლია რომ შევატყნო. ყველაზე უგემურ საჭმელსაც კი ყველი აგემრიელებს. ცალსახად ამოვიღებდი რაციონიდან ყველანაირ ტკბილს. ჩემი სისუსტეა რომ აი ამაზე სულ მთელი ცხოვრება ვეჭიდავები ჩემ თავს რომ ნუ აი თქვა უარით. ბევრს არ ვჭამე ხა არ გიგონოთ რომ რაღაცა ყოველდღე ტორტები და ნამცხრები არ არასაკურველია, მაგრამ აი სასუსნავის მომენტი, აი უცებ რომ რაღაც ჩაჯდები გემრიელად და რაღაც კარგს უყურებ და აი ეს მომენტი ძალიან მიყვარს. ალკოჰოლი ჩემ ცხოვრებაში აი რა და ალკოჰოლი არის მე-1000 ხარისხოვანი, აი არასდროს არ გამახსენდება. ძილშიც შევიტანდი ცვლილებებს, ხო შეიძლება აი პროფესიამ განაპირობა ის, რომ ძილის რეჟიმი ცოტა არეული მაქვს და დროდადრო მაქვს ხოლმე პრობლემები ჩაძინების და ხანდახან ეს საკმაოდ გამწვავებულა სხვათა შორის. ვარჯიშობ. ამ ეტაპზე ნამდვილად ვარჯიშობ, მაგრამ ნუ აი აქაც ის პრობლემა მაქვს ხოლმე, რომ აი სულ ცხოვრების წესად რა ვაქციო, რომ აი კი არ
მივიდე და მივასკდე და სამი თვე ვივარჯიშო და მე არა ის სულ რომ ვივარჯიშო პერმანენტულად აი ამის შენარჩუნება მიჭირს ხოლმე. ფეხით სიარული მიყვარს მაგალითად ძალიან და ხშირად დავდივარ ფეხით. ჩვენი ერთ დღეს აღმოვაჩინე რომ აი რანაირად შეიძლება დასრული ადამიანი ვერ ჩდებოდეს ველოსიპედზე თქო და აი ძალიან გაუბრაზდი ვიყიდე ისეთი ველოსიპედი რომელიც აი ძალიან მომწონდა და აი ამ мотивაციით მოკლედ აი დავიწყე ვარჯიში. აი დღეს ისეთი ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ აი ველოსიპედით სეირნობა თან კარგ ამინში არის აი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თერაპია. მოტეხილობები არ მქონია. და აქ რა არის ძალიან სუდად მახსოვს. ანუ მახსოვს რომ ეს საყვარელი ისტორია, ემოციური ფონი რამდენს განაპირობებს რა და გაჭირვების წლებია და ვიღაცამ ნამწყვრების წყობა დაიწყო ვიღაცამ. მოკლედ აი ჩვენ მოკლედ სახლი გავაქირავეთ რა და გადავედით ბებია ჩემთან და ნუ აი მე მართლა ისეთი ბავშვი ვიყავი. ეხლა რომ ბავშვები ყველაფერი რო იციან და ჩვენზე უკეთ რო ფლობენ ყველა თემას, ეგეთი ბავშვი არ ვიყავი. აი ბავშვი ვიყავი. აი თოვლის ბაბუის მაგალითად აი ჯეროდა ძალიან დიდხანს ჯეროდა. ახალი წელი მოდიოდა რა. საუნერვიულობდი რომ მეთქი თოვლის ბაბუა თქო ვერ მოაგნებს თქო ხალხო თქო ახალ მისამართს. ანუ ვერაზე რომ მივათქო და იქ არ დავხვდებით თქო, ანუ მე ეს როგორ მიხვდება თქო რომ საბურთალოზე უნდა მოვიდე. 39 მქონდა სიცხე ხალხო ნერვიულობისგან. მე თქვენ წარმოიდგინეთ და დაირეკა ზარი და თოვლის ბაბუა საბურთალოზეც მოვიდა. სიცხე დავარდა 36 და 6 გახდა უცებ. აი ნუ ეგეთი ბედნიერი ახალი წელი მოკლედ ბავშვობაში აი ეგ რო იყო მარ მახსოვს. ანუ ამას იმიტომ ვყვები რომ ეს შინაგანი ეს რაღაცა შფოთი და ეს ღილვა, ანუ ყოფილა ეგეთი მომენტები რა, რომ აი რაღაცას ძალიან რომ ინერვიულია, ეს გამოხატულო თქვათ ესე, აი მაგალითად სიცხეში. სად მიყვარს დასვენება თათუს ზღვა. ყველას გვაქვს ის რომ აი პირიქით სხვა რაღაცა ვერთობით ყველა თუ რაღაცა და მე რაღაც დროსთან ერთად უფრო აფასებ ამ სიმშვიდეს და სიწყნარეს. ეხა უფრო თაში ვიბოდიალებდი უფრო მეტს, მაგრამ ნუ კომბინაცია თუ გამოდის, თქვათ უკეთესი ერთი კვირა იქ, ერთი კვირა. მაქვს ფობია. აი მე რა ვიცი, ისი ფობია მაქვს. ხო, შორს აი ეს გველის მომენტიც სამსახურიდან გამომდინარე გადავლახე, გადაღებაზე მომიწია, რომ რაღაცა აი გվել შემოხვეულმა იცეკვე თუ რაღაცა ეგეთ და აი მაშინ რაღაცა გადავლახე მახსოვს. მეშინია დამემართოს დემენცია. არ მინდა ეგ. სუსური როცა ხდება რაღაც ადამიანი და ტვირთი, როგორც არ უნდა უყვარდე, ხო? ახლობლებისთვის ძალიან რთულია და არ მინდა ეგ. მე ვარ ეკატერინე ამირეჯიბი, პაციენტი. კიტრი, ფორთოხალი, ჭადის ფქვილი, მარილი, ყინულის კუბები, ყავის ნალექი, ამ ყველაფერს და კიდევ უამრავ სხვა პროდუქტს, რომლის დამახსოვრება ცოტა გამიჭირდა, ხალბატონები ხშირ შემთხვევაში იყენებენ ესთეტიკური მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამაზე მე ყოველთვის ვიცინოდი და მეგონა რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ საკმაოდ ვწდები. დიახ, ვწდები, რადგან დერმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ქეთევან ბერიანიძე, რომლის რეკომენდაციები ძალიან საინტერესო იქნება, გვესაუბრება ამ საკითხზე და მოგვიყვება თუ რატომ არის ბუნებრივი მეთოდები ჯერ კიდევ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ჩვენთვის. გრძელდება ჩვენი ვლოგი და ძალიან საინტერესო საკითხით გვიბრუნდებით და ძალიან საინტერესო სტუმრით, რაც მთავარი არის. დღეს ჩვენთან ერთად არის ქალბატონი ქეთევან ბერიანიძე, ექიმი, დერმატოლოგი, რა თქმა უნდა, მედიცინის დოქტორი. პირველ რიგში ქალბატონი ქეთევან, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო, რადგან რამდენადაც მე ვხვდები, მაინც გაზაფხულია და თქვენი მიმართულებით, ესე ვთქვათ, უფრო იტვირთება ახლა სეზონი, რადგან კანი, ნუ რამდენადაც მე ვიცი, ძალიან მგრძნობიარე არის ამ სეზონის მიმართ და ალბათ უფრო მატულობს უკვე ნელ-ნელა თქვენ მიმართ, ესე ვთქვათ, მოთხოვნა. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და გეთანხმებით. ნამდვილად კანს აქვს სეზონური განწყობა, კანის დაავადებებს და რა თქმა უნდა გაზაფხულის დაწყებასთან ერთად მატულობს მომართვიანობაც. კანის გარკვეული დაავადებების აქტივაცია ხდება და ადამიანებს უფრო მეტი ძალისხმევა ჭირდებათ იმისათვის, რომ მოუარონ კანს და თუ აქვთ მათ რაიმე ქრონიკული დაავადება, მოხდეს მათი ასე ვთქვათ მართვა. ძალიან ბევრმა არის ის საერთოდ რომ ის ესე ვთქვათ ორგანოები, რომლებსაც თქვენ სწავლობთ და მკურნალობთ, არის ორგანოები, იმიტომ რომ ბევრის აღქმით კანი, თმა და ფრჩხილი რაღაც სხვა არის და არა ორგანო. მაგრამ დღეს მოდით მხოლოდ კანზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ მაინც ძალიან ფართო არის სამივე ეს მიმართულება, ესე ვთქვათ და მაინც უფრო მწვავე საკითხი კანია. ნამდვილად, ბევრი ადამიანი ვერ
იაზრებს იმას, რომ რეალურად კანი არის ყველაზე დიდი ორგანო ჩვენს ორგანიზმში და რეალურად გამოძახილი ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პრობლემის, ყველა დაავადების, ყველა ფაქტორის, ჩვენი ცხოვრების წესის და შესაბამისად სწორად შეფასებული კანის მდგომარეობა გარკვეულწილად ერთი შეხვედრით გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ ამ ადამიანის მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, გარკვეულწილად მისი ცხოვრების ხარისხი და ასე შემდეგ. მას ძალიან ბევრი ფუნქცია აკისრია და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ის არის ბარიერი ჩვენს ორგანიზმსა და გარემოს შორის და მას ძალიან ბევრი ფაქტორის მოგერიება უწევს, პირველ პლანზე დგას ასე ვთქვათ და მისი კარგად ყოფნა, მისი იმუნური სტატუსი არის ძალზედ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ბევრი დაავადება ჩვენ ავიცილოთ და არ განვითარდეს. ძალიან საინტერესო ფაქტი აღნიშნეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ორგანოდ ვერ აღიქვამს, ბევრმა არის ის, რომ ეს არის ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდი ერთ-ერთი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ორგანო. შეგვიძლია რაიმე კლასიფიკაცია მივანიჭოთ კანს, რაღაც ის შაბლონური თუ შეიძლება დაყოფა გავაკეთოთ? ჩვენ ზოგჯერ ვერც კი ვიაზრებთ იმას, რომ კანის საშუალებით ჩვენს ორგანიზმში ბევრი ნივთიერება აღწევს, ასევე გამოდის. აი შეღწევადობაში საინტერესო გახლავთ ის ფაქტორი, რომ ჩვენ კანის საშუალებით შეღწევადობის ფუნქციით შეგვიძლია სხვადასხვა დაავადებას ვუმკურნალთ, მაგალითად ნერვის ანთებას, კუნთის დაჭიმულობას და სწორედ ეს კანის შეღწევადობის ფუნქცია განაპირობებს თუნდაც სხვა ორგანოებზე ზემოქმედებას. ვთქვათ, არ გამოვიყენოთ მაშინვე ვთქვათ პრეპარატი, ინექციური ფორმა და გამოვიყენოთ წასასმელი საშუალება. და სწორედ ეს მალამოს ჩვენი კანის ეს შეღწევადობის ფუნქცია რამდენად მნიშვნელოვანი ფუნქცია და გვეხმარება სხვადასხვა ორგანოების მკურნალობაში. დავიწყოთ რაღაც ისეთი ძალიან სენსიტიური საკითხით, რაც არის ხალხში რაც ეძახიან მუწუკებს, რაც არის სამედიცინო ენაზე აკნე. კი ბატონო. ხდების სწორი ფორმა, ძალიან სენსიტიური საკითხი მოზარდებისთვის თავისთავად და სენსიტიური იმიტომ არის, რომ ეს იწვევს გარკვეულ ფსიქოლოგიურ სტრესსაც ახალგაზრდებში, რადგან ეს თვალშისაცემია და აი მომწიფების ასაკში ძალიან განიცდიან ხოლმე და რამდენად სერიოზულია ეს სტრესული ნაწილი აკნესი და მე რო ვისაუბროთ მასთან ბრძოლას. კი ბატონო, ნამდვილად ვიტყოდი, რომ აკნე ერთ-ერთი გავრცელებული ხშირი დერმატოლოგიური დაავადება გახლავთ. ყველა ბევრ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. არა მხოლოდ გარდატეხის ასაკში გვხვდება, ახალშობილებში გვხვდება, გარდატეხის ასაკში გვხვდება, ვთქვათ, ცოტა უფრო მოგვიანებით ასაკში და რატომღაც უფრო მწვავედ გახლავთ აღქმადი გარდატეხის ასაკში, რადგან ამ დროს ადამიანის დამკვიდრება უფრო მეტად ხდება, საკუთარი თავის შეფასება და როდესაც მას ვიზუალურად გარკვეული ცვლილებები აქვს, ყველასთვის არა, მაგრამ ზოგიერთი ფსიქოტიპისათვის ეს არის მეტად აღქმადი. ჩემი პრაქტიკისთვის, ბევრჯერ შემინიშნავს, რომ მოვა პაციენტი აქვს რამდენიმე ელემენტი და ამას აღიქვავს ძალიან მძაფრად. მოვა პაციენტი, რომელსაც მთლიანი სხეულის, ვთქვათ, ბეჭები, გულმკერდის სახე დაფარული აქვს აკნეს ელემენტებით, მაგრამ ეს მისთვის პრობლემა არ არის. მის ეს ფსიქოლოგიურად, ვთქვათ, გაწონასწორებული მხრივ, რომ ეს მისთვის სტრესი არ გახლავთ. ესაც აქაც მივდივართ, რა თქმა უნდა, ადამიანის ფსიქოტიპთან და მის აღქმასთან და დამოკიდებულებასთან. თქვენ აღნიშნეთ, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოუვიდეს ადამიანს და ნორმა რა ასაკიდან არის, ან დაუშვათ ახალშობილში თუ უნდა ვიდარდოთ, ვინერვიულოთ თუ იქნება აკნე? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ ამასაც თავისი მიზეზები აქვს. არის შემთხვევები, როდესაც ვთქვათ, ჯერ კიდევ ნაყოფი არის მუცლად ყოფნის პერიოდში და დედას რაიმე დანიშნულებისთვის დაჭირდა გარკვეული პრეპარატის მიღება სტეროიდის, რაც შემდგომში ნაყოფს აისახება სტეროიდული აკნეს ფორმირებით. ეს პრობლემა არ არის. სწორი მიდგომით, სწორი ტაქტიკით ეს ძალიან დროულად ლაგდება. ასევე შესაძლებელია ახალშობილებშიც აკნე განვითარდეს არამიზნობრივად წასმული რომელიმე სტეროიდული მალამო. შემდეგ ვთქვათ, დანიშნული იყო რაღაც დანიშნულებისთვის მალამო და მის გვერდით მოვლენის შესაბამისად განვითარდა გამონაყარი. ესაც ნორმა არის, ამასაც სწორი მიდგომა აქვს. აკნე ზოგადად ისეთი დაავადება, რომელიც პრობლემას არ ქმნის სიცოცხლის კუთხით, ჯანმრთელობის კუთხით, უბრალოდ საჭიროა მისი სწორი მართვა. აი მართვა ახლა ის ძალიან ასევე სენსიტიური ნაწილი და ის რაც ყველას ხელით არ შეეხო, სულ ეს ამბავი პატარებთან მიმართებაში და ახალგაზრდებთან, როგორ უნდა ვმართოთ, რა გამოვიყენოთ თუ ექიმის გარეშე
ვიცით რა არის? არსებობს რჩევები, რომელიც შეიძლება ასეც გაიცეს, რა თქმა უნდა, და ადამიანმა ეს შეასრულოს. ეს გულისხმობს იმას, რომ დასაბანის საშუალებები, მოვლა მნიშვნელოვანი გახლავთ, ძილღვიძილის რეჟიმის დაცვა, საკვების რეჟიმი ასევე მნიშვნელოვანი გახლავთ, ის რომ არ უნდა იწვალოს ადამიანმა, რომ აკნეს შემდგომი მაკულური გამონაყარი, ანუ ლაქოვანი გამონაყარი არ ჩამოყალიბდეს. ასევე სწორად მნიშვნელოვანია, რომ დაინიშნოს, თქვათ, ნიღბები, რომელიც იქნება ცხიმის შემაკავებელი ფუნქციით და დაგვეხმარება გარკვეულწილად პროცესის მართვაში. და ეს ხელწვალება რო ძალიან რა თქმა უნდა, ხელით ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ კანი არის ორგანო, რომელსაც მექანიკური ტრავმირება არ უყვარს. რაც უფრო მეტად ვეხებით კანს, ვაწვალებთ, ვაბრაზებთ, ის კიდევ უფრო სხვაგვარად გვპასუხობს. ეს მისი ერთგვარი დამცველობითი ფუნქცია გახლავთ. გვეკონტაქტება, დიახ. კი ბატონო. კიდევ ერთი მეტნაკლებად გავრცელებული და საინტერესო დაავადება, რაც ხშირად გვხვდება და მეც მაგალითად ყოველი გაციების დროს ტუჩის არეში სულ გამომდის, ეს არის ჰერპესი. დიახ. და რამდენად ვიცით, აქაც რაღაც ნაირსახეობებია და არ უნდა შეგვეშალოს ერთმანეთში. კი ბატონო. ჰერპესით ადამიანის დაინფიცირება ხდება ცხოვრებაში ერთხელ და შემდეგ მუდმივად ხდება ეს ადამიანი მტარებელი. აქ უბრალოდ გასამიჯნია ორი ფაქტორი, არსებობს აქტიური ფორმით და პასიური ფორმით. აქტიური ფორმით თქვენ როგორც აღნიშნეთ, იმუნიტეტის დაქვეითების დროს გაციებაზე, მზის სხივებზე შესაძლებელია მოხდეს გამოხატულება ჰერპესის, ან შესაძლებელი იყოს პასიურად ჩვენს ორგანიზმში ცხოვრობდეს და სულ რაღაც ჩვენი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთხელ, ორჯერ გამოავლინოს თავის თავი. რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ვირუსული დაავადება და გარკვეულწილად დაკავშირებულია მისი არ გამოვლინება ხშირად ჩვენი იმუნიტეტის აქტივაციასთან. ანუ ჩვენი იმუნიტეტი უნდა ავამაღლოთ ისე, რომ გამოხატულება ჰერპესის იყოს უფრო გაიშვიათებული ფორმით და არა ხშირად. დაინფიცირებას რა იწვევს? კონტაქტური გზით, მაგალითად დაინფიცირებული ადამიანიდან, ვთქვათ, გადაკოცნის შედეგად შესაძლებელია, სქესობრივი კონტაქტის შედეგად შესაძლებელია. ასევე მაგალითად, თუ მაგალითად დედა მშობიარობს და აქვს ჰერპესი, გენიტალური ჰერპესი, დედის ანუ ნაყოფის სამშობიარო გზების დატოვების შემდეგ კონტაქტური გზით შესაძლებელია ჩვილი გახდეს მუდმივად მტარებელი ჰერპესით. საკმაოდ რთული არის ამას გაიქცეს ვთქვათ. კი, მაგრამ თანამედროვე მედიცინა კარგად ებრძვის ამ პრობლემას, არის მართვადი და არანაირად ისეთ სირთულეს არ აქვს. კიდევ ესეთი კითხვა მაქვს, მე მაგალითად არის ერთი პრეპარატი, არ ვახსენებ ახლა, მაგრამ რომელსაც ძალიან კარგად ვიყენებ და მირჩევია სხვისთვისაც ჰერპესის შემთხვევაში. წასასვლელად გულისხმობთ. ამდენად მისაღებია ესეთი რჩევა. რა თქმა უნდა, მიცით რა, თუ არის მხოლოდ ერთი ელემენტი გამოხატული, შესაძლებელია ეს ჯგუფის მალამო, რასაც თქვენ აღნიშნავთ, რეალურად ეს გამოიყენება და იქნას გამოყენებული თავისი წასმის წესით 60 საათში განახლებით, იმიტომ რომ შედეგი იქნას მიღწეული. თუმცა რაც შეეხება იგივე ჯგუფის დასალევ პრეპარატს, სასურველია ექიმის მიერ იქნას შეფასებული მისი მდგომარეობა და სათანადოდ იყოს დანიშნული ვადებში, სათანადოდ ვადებში. კი ბატონო. კიდევ ერთი საკმაოდ ესეთი მშობლებს რომ ძალიან აღერვებ ხოლმე პატარების შემთხვევაში საკითხი არის ეგრეთ წოდებული ბატონების დანატოვარი იარები. თან ბოლო წლებში გავრცელდა კიდევ ერთხელ წითელა ყმაყურა, წიწურა ეს დაავადება ჩუტყვავილა და ამან იცის ქავილის შემთხვევაში დატოვება. შეიძლება ამის მოშორება რამე? პირველ რიგში მნიშვნელოვანი გახლავთ, როდესაც გამოვლინდება დაავადება, იყოს დაავადება სწორად მართული. თუნდაც ის სიმპტომი, როდესაც ქავილი აქვს ადამიანს, დანიშნული იყოს სათანადო პრეპარატი, რომელიც ქავილს შეამცირებს. წასასვლელად იყოს გამოყენებული ისეთი საშუალებები, რომელიც დღეს მრავლად გვაქვს, რომელიც შეამსუბუქებს გამონაყარს, მოახმობს ისე ამ ბუშტუკოვან ელემენტებს შუტყავილის დროს, რომელიც თავიდანვე აგვარიდებს ნაწიბურის ფორმირებას. ისევ და ისევ მივდივართ დასაწყისშივე პრობლემის სწორ მართვასთან. მაგრამ თუ ჩამოყალიბდა ნაწიბური, რომელიც ახასიათებს ჩუტყვავილას ლაქოვანი ელემენტები, სასურველია დროული მიდგომა, სანამ ნაწიბური გახლავთ ახალი, არ არის ჯერ ჩამოყალიბებული, იმისათვის რომ სანამ კანს აქვს, ანუ აი რეგენერირება უნდა მოვახდინოთ ქსოვილის დროულად. თუმცა აი ამის მიღწევა 1 წლის შემდეგ, 2 წლის შემდეგ ცოტა რთულდება. სასურველია დროული რეაგირება. ეხლა გადავიდეთ კიდევ ერთ ძალიან ეს ქართველებისთვის და ჩვენთვის პოპულარულ საყვარელ საქმესთან, რაც არის
თავის დაწვა, რუჯი. თანამედროვეობა ვითარდება, ადამიანების უმეტესობა იწყებს საკუთარ თავზე ზრუნვას. ბევრი ხვდება, რომ თქვათ რუჯს აქვს ძალიან დიდი დანატოვარი, იგივე პიგმენტაციის კუთხით, იგივე კანის სიმშრალით, ასაკობრივი ნიშნულების ჩამოყალიბებით. შესაბამისად, ადამიანი, რომელსაც აქვს ეს მაღალი ცნობიერება, ვინც ანუ ამ მხრივ არის გათვითცნობიერებულია, ზრუნავს საკუთარ თავზე, დღეს რუჯთანაც უფრო სწორი დამოკიდებულება აქვს, ირუჯებათ სწორად, ცოტა დროით. სათანადო დროს იმისათვის რომ თქვათ ეს სიამოვნება რომელიც თქვათ იქნება თქვათ 2 კვირა რუჯი 3 კვირა თქვათ უფრო მეტად გადააფასოს და მოუაროს კანს. რასაკვირველია მნიშვნელოვანია სწორად დაცვა, რა დროს უნდა გაირუჯოს, რითი უნდა გაირუჯოს, როგორ შეარჩიოს გასარუჯი საშუალება. აი მითები რო არსებობს და ჩვენი მშობლებისგანაც რო ვიცით, მაისის მზე კარგია და პირიქით დიდხანს გავჩერდეთ. თან გვეუბნებიან მეცნიერები, იცვლება ეს ბუნებაო და შეგვინარჩუნდა ეს მითები თუ უნდა მაინც დავაკვირდეთ რაღაცები. მე ვფიქრობ, რომ მზე ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერების განცდა, როდესაც ადამიანი მზეზე იმყოფება ხანგრძლივად. გარდა ამ ბედნიერების შეგრძნებისა, რომელიც ამ დროს გამომუშავდება, D ვიტამინის სინთეზი ხდება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონი გახლავთ ადამიანის ორგანიზმში მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამასთანავე, ძალიან ბევრი ახალი საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგია არსებობს, რომელიც ხელოვნურად რუჯს სთავაზობს სურველს, ესე ვთქვათ. აი ესეთი საშუალებების სარგებლიანობა ამ პირიქით ზიანი რა შეიძლება იყოს? ეს გახლავთ ძალიან დიდი მარკეტინგული მიდგომა ზოგადად ესთეტიურ მედიცინაში, ესთეტიურ ინდუსტრიაში. ამაზე ხმამაღლა განცხადების გაკეთება, რა თქმა უნდა, არის ცოტა დასაფიქრებელი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ექიმს თავისი გარკვეული მოსაზრება აქვს. აქვს თავისი გარკვეულად გვერდითი მოვლენები, უბრალოდ საყურადღებო გახლავთ ის, რომ დოზა გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ყველაფერში. ულტრაისფერ სხივებთანაც, იგივე სოლარიუმთანაც, თუ ეს იქნება სწორად გაწერილი, სწორად შეფასებული, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ იყოს გარკვეული დრო წუთობრივად წრის მანძილზე გადანაწილებული. უბრალოდ არსებობს კანის დაავადებები, კანის ტიპები, რომლის შემთხვევაშიც ულტრაისფერი, ანუ ეს სოლარიუმის გამოყენება არც თუ ისე სასურველია. გარკვეული დაავადებები, რომელიც მასზე არ მოქმედებს კარგად. შესაძლებელი ადამიანი იღებდეს ისეთ პრეპარატს, რომელიც თქვათ ულტრაისფერ სხივებთან კომბინაციაში არ მოგცემს კარგ შედეგს. ამასაც სწორი კონსულტაცია ჭირდება, სწორად დაგეგმვა ჭირდება და შესაბამისად ადამიანის სურვილის შესაბამისად უნდა იქნას ეს გათვალისწინებული. ანუ შეიძლება პრობლემები ავირიდოთ თავიდან, უბრალოდ კონსულტაცია საჭირო ადამიანს. სწორად დაგეგმილი პროცედურით. კიდევ ეს მითი არსებობს, რომ მთის მზე და ზღვის მზე განსხვავდება და ვიცით კიდევაც რომ თაში შეიძლება ბევრად მალე დაიწვა კიდევაც. ეს რა თქმა უნდა სიმართლე შეესაბამება. უფრო ახლოს ვართ ჩვენ მზესთან, მთაში, როდესაც ვიმყოფებით, უფრო მეტად კანი დაუცველი გახლავთ ამ დროს, პიგმენტაცია ძალიან მატულობს ხოლმე და ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი იმყოფება მთაში, სასურველია სწორად მოხმარება მზის დამცავი საშუალებების ხშირი გააქტიურება, წასმა, დატანება კანზე და რა თქმა უნდა, ქუდის გამოყენება, რომ ჩვენი კანი იყოს დაცული ულტრაისფერის სხივებისგან. კიდევ მაგ საინტერესო ერთი თან გაჩვენებთ კიდევაც. ცოტა საამაყოც არის დედაჩემის, დედის მთელი საგვარეულო ნიშანიერი, ერთგვარი ხალი. ხალები ჩვენთან ძალიან გავრცელებულია ქვეყანაში და ბევრმა ვიცით, რომ შეიძლება ავისკენაც წავიდეს. რა უნდა ვქნათ, რომ ასე არ მოხდეს? კი ბატონო. თქვენ რაც მაჩვენეთ ხელზე, ეს გახლავთ თანდაყოლილი ნევუსი, რომელიც არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც შეიძლება იყოს პიგმენტური, რომელიც თქვენ გაქვთ, ან შეიძლება იყოს სისხლძარღვოვანი. ასეთი ნევუსები საჭიროებს სკრინინგულ კვლევას, ანოვას ნიშნავს, რომ 2 წელიწადში ერთხელ დერმასკოპის საშუალებით მოხდეს დათვალიერება, შეფასება, როგორ იზრდება, ზედაპირი რა განვითარებას განიცდის და ამ შემთხვევაში, ანუ ესაც ცოდნა არის, ანუ როგორ უნდა დავათვალიეროთ ჩვენი ნევუსები. რაც შეეხება ხალებს, ეს კიდევ სხვა მიმართულება გახლავთ. ამ შემთხვევაში ხალები, ბევრი ხალი შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა წარმოშობის შეიძლება იყოს და კიდევ აქაც მნიშვნელოვანია სკრინინგი. უნდა მოხდეს მისი ზომის, ფორმის, პიგმენტაციის შეფასება და ექიმი, რომელიც თქვათ წელს ნახავს, შემდეგ მომავალ წელს ნახავს, უნდა შეაფასოს, შეადაროს
გაიზარდა, არ გაიზარდა, რა ცვლილება განიცადა და პაციენტი ამ შემთხვევაში არის მშვიდად, რადგან ის იყოფება სკრინინგზე. ასე რომ საშიში არ არის. შეიძლება სულ შემთხვევით აღმოჩნდეს ისეთი ხალი, რომელიც ადამიანმა არ იცის, რომ მისთვის არის საფრთხე და ასეთი მარტივი შეხვედრით რეალურად მას სიცოცხლე იხსნას. ასეც ხდება. გამორჩეული ისეთი მიდგომები პაციენტებს თქვენ მიმართულებით თუ აქვთ რაიმე საინტერესო ჩვენ შეგხვედრია რაღაც მიმართულებები სადაც პაციენტებს ძალიან ისეთი თავისებური მიდგომები და ვის აქვთ რაღაც გადაწყვეტილებები ზოგჯერ ძალიან ბევრჯერ შეგხვედრია სხვათა შორის ადამიანის თვითმკურნალობის მიდგომები. არა მარტო თავის, არამედ მათი კეთილმოსურნეების რჩევები, რომელიც ხშირ შემთხვევაში პრობლემას ქმნის, რადგან ის შლის პირვანდელ სურათს, ანუ დაავადების სახე სხვადასხვა მალომების მოხმარებით და როდესაც უკვე მოგმართავს ჩვენ, მე უკვე დიაგნოსტირება რთულდება. ანუ ჩვენ მე გვიწევს უკვე სიმპტომურად მკურნალობა და არა უშუალოდ დაავადების დადგენა. ამიტომ მე მაინც ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანი არის ექიმთან კონსულტაცია დასაწყისშივე, რომ სწორად მოხდეს დიაგნოსტირება, მკურნალობის დაგეგმა და შედეგებიც უფრო მოკლე ვადაში დგება. გვინდა თქვენი გამოცდილება მაქსიმალურად გამოვიყენოთ, მოვამზადეთ რაღაც პროდუქტები და თქვენ რო გითხრათ რა არის მითიური გამართლებული ესე ვთქვათ და რა არის აბსურდული. ესენი არის პროდუქტები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში მანდილოსნები, ქალბატონები იყენებენ თავიანთი ესთეტიური მხარის გასაუმჯობესებლად. რომ მოგვიყვეთ, რამდენად რეალურია, რა შეიძლება რას დაეხმაროს და ასე შემდეგ. მე ვიტყოდი, რომ ზოგადად ბუნებრივი ინგრედიენტების ჩართულობა ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში არანაირ პრობლემას არ ქმნის. პირიქით, რატომაც არა. რატომ სულ მუდმივად შექმნილი კრემები ხომ? ხილი დაუშვათ, თქვენ გაქვთ ასევე ჭადის ფქვილი, მარილი და ასევე გაქვთ აქ სოდა წარმოდგენილი. ჩვენ ახლა ამ კომბინაციით შეგვიძლია ძალიან კარგი ექსფოლიანტი შევქმნათ. ანუ ასე ვთქვათ, ჩვენი მკვდარი უჯრედების გამასადავებელი პროდუქტი. მე მაგალითად შეგვიძლია ჩვენ ყავის ნალექი გამოვიყენოთ, ძალიან კარგი იქნება. ძალიან კარგი იქნება განსაკუთრებით რუჯის შემდეგ, როდესაც არ გვინდა რომ ჩვენ ეს ნაწვალები რუჯი მალევე გავაღიაოთ, ყავის ნალექი იქნება იდეალური, ფერსაც დატოვებს, პიგმენტს და ასევე ზედაპირულად კარგად მოაცილებს. ვიღებთ პირდაპირ და შეგვიძლია სახეზე წავისვათ, ძალიან კარგად დაშვიდებს ჩვენკანს და ექსფოლიაციას გააკეთებს. ძალიან კარგი ინგრედიენტი იქნება. ახლა კიდევ ჩვენ რო გქონდეს მაწონი ან კეფირი ძალიან კარგი იქნებოდა. რამდენიმე ინგრედიენტის ნარევით, მაგალითად ჭადის ფქვილი, ცოტა სოდა, ლიმონი და აი თქვათ, შეგვიძლია ამ შემთხვევაში ზეთის ფუძე გამოვიყენოთ, გავაზაოთ და ძალიან კარგი, თქვათ, იგივე ექსფოლიანტი შევქმნათ. რაც შეეხება, თქვათ, კიტრი ყველამ ვიცით, რომ ძალიან კარგი მატონიზირებელი საშუალება გახლავთ, შეგვიძლია წავისვათ, დავიტოვოთ როგორც ლოსიონი, ცოტა ხანში ჩამოვიბანოთ. ასევე ლიმონი ძალიან კარგი არის პიგმენტური ლაქებისთვის, შეგვიძლია წავისვათ, გავიჩეროთ 15-20 წუთი, შემდეგ გავინეიტრალოთ. რეალურად აქ რაც გაქვთ ყველაფერი ძალიან კარგი პროდუქტია. მე არ ვამბობ, რომ ეს არის მითი, ეს ძალიან კარგი საშუალება ბუნებრივი კომპონენტების კომბინაცია კლასიკურ მოვლასთან. მაგრამ ამ პროდუქტის გამოყენებასაც გამოადგება პროფესიონალის კონსულტაცია. დაკვირვებით, თუნდაც ახლა ლიმონი ძალიან კარგია, მაგრამ თუ ჩვენ მასირებით აქტიურად წავისმევთ, დიდხანს დავიტოვებთ, შესაძლებელია გამოვიწვიოთ კანის დამწვრობა. მაგალითად, ადამიანი თუ მცირადად ალერგიულია C ვიტამინზე და გამოიყენებს ფორთოხალს, შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქცია განვითარდეს. დაკვირვებით ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს ორგანიზმს ისე, რომ სწორად შევთავაზოთ კომპონენტები, რომ არ მივიღოთ უკულ საპასუხო რეაქცია. გვახსოვდეს მეგობრებო, რატომაც არა. ჩვენ თვითონ არაფერს არ შვებით, პატარა კონსულტაცია ყველაფერს ასწორებს და ყველაფერს უკეთეს ხდის. რასაკვირველია. კიდევ გვაქვს არაერთი საინტერესო ესე ვთქვათ პროცედურა. ვიცით რომ ყინულის კუბებია გამოყენებული ძალიან ხშირ შემთხვევაში კანის სახის არეში, რამდენად კარგი არის ეს ჩვენთვის? ძალიან კარგია. ბატონიზირებელი საშუალება გახლავთ. კარგი იქნება თუ კუბებს არა ჩვეულებრივი წყლისგან, არამედ მინერალური წყლისგან გავაკეთებთ. ეს ჩვენს კანს გამოაცოცხლებს, სიცოცხლის უნარიანობას შესძენს, სისხლის მიმოქცევას გააქტიურებს. თუმცა არსებობს ისეთი კანის ტიპი, მგრძნობიარე ძალზედ მშრალი კანი, ცოტა სიწითლისკენ მიდრეკილი, რომლის შემთხვევაში ვთქვათ, სიცივე ცოტა ფაქტორი იქნება, რომ ოდნავ გამწყობდეს, გაღიზიანდეს. ესაც დაკვირვებით თუ ადამიანი გაიკეთებს
მას ეს არის სიამოვნება, შესაძლებელია რომ გაიშვიათებულად გამოიყენოს. მაგრამ ხანგრძლივი თქვათ ძილღვიძლის რეჟიმის დარღვევა, როდესაც არის ადამიანი გვიან რომ იძინებს და გვიან რომ იღვიძებს, აქვს სიმუქეები, ზოგადად ტონიზირებისთვის ძალიან კარგი არის ყინულის კუბების გამოყენება. საინტერესოა. კიდევ მინახავს დედაჩემს მალამოში ჩაუწვეთებია ვიტამინი. დღეს იმდენად გაჯერებული არის ჩვენი მოხმარების საშუალება, იმდენად სწორად არის წარმოდგენილი კომპონენტები, რომ მე ვფიქრობ, დამატებით შეიძლება რომ გამოვიყენოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თვითონ არის იქ უკვე იმდენი და იმ მოცულობით რამდენიც საჭიროა, დიახ. და არ შეიძლება არ შევეხოთ სარეცხ საპონს. ლეგენდარულს, რომელიც ყველაფერს შველის და ყველაფერზე მიდის, როგორც გვეუბნებოდნენ ბავშვობაში. კი ბატონო, სარეცხი საპონის შემადგენლობაში რა არის? ძირითადად ეს არის 72% იქ სოდა. სოდას ვიცით, რომ ბევრი ძალიან კარგი თვისება აქვს, კარგად ასუფთავებს, აქვს ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური მოქმედება. ბევრ ადამიანს უყვარს, ბევრ ადამიანს კარგი შედეგი აქვს, თუმცა ახლა შეიქმნა ბევრი თანამედროვე სარეცხი საპონი, ისეთი, რომელიც, თქვათ, მის ფუძეში დამატებულია ცხიმოვანი მჟავები და ისეთი აგრესიული არ არის. თუ მოწონს პაციენტს, მის კანს ერგება, დანაშაული არ არის, რატომაც არა, შეუძლია გამოიყენოს. კანი მუდმივად ახლდება, მართალია თუ არა? რა თქმა უნდა, მუდმივად კვდება, მისი ზედაპირული შრე და მუდმივად ხდება განახლება, ანუ რეგენერაცია. ზოგს გაგიკვირდებათ, მაგრამ რეპტილიებივით ყოფილვართ ბატონეთში. ნამდვილად, ამიტომ არის პილინგის პროცედურა ეფექტური, რომ ჩვენ მექანიკურად ვწვავთ კანს, ვკლავთ ანუ ზედაპირულ შრეს და შემდგომში ხდება ახალი კანის წამოსვლა, რის გამოც არის კანი უფრო მეტად ლამაზი, ახალგაზრდა, რა თქმა უნდა, ეს ჩადებული არის ჩვენს კანის ფიზიოლოგიაში. და რამდენადაც წავიკითხე ინტერნეტში, როდესაც ვემზადებოდი ამ ინტერვიუსთვის, 4 კილომდე ვაგროვებთ წლის განმავლობაში ზედმეტ კანს. კი ბატონო, ანუ მკვდარ ჩამოფრთხნელ უჯრედებს. გასაოცარი ციფრები არის. ბევრი ბანაობა კანს აბერებს. აი ნახეთ რა ხდება. ჩვენ კანს აქვს იმუნური სისტემა. ჩვენი კანიდან გამოიყოფა ცხიმი და გამოიყოფა ოფლი, რომლის ნაზავი ჩვენს კანზე ქმნის ჰიდროლიპიდურ საფარველს, ანუ ჩვენს ბარიერულ ფუნქციას აძლიერებს. უბრალოდ, როდესაც ხშირად ხდება კანიდან ამ ჰიდროლიპიდური საფარველის ჩამობანა, შესაძლებელია, ანუ გამოშრობა გამოიწვიოს კანის და გამოშრობის შესაბამისად, თქვათ, შეღწევადი იყოს რაღაც გარკვეული ბაქტერიების მიმართ, აი აგრესიული ბანვა ზოგს ხომ აქვს ჩვევის სახით მუდმივად ხელის. და ასევე წინაპირობა შეიქმნას კანის დიდი დაავადების, რომელიც არის ეგზემა, ხშირ-ხშირი ბანვა. რა თქმა უნდა, ესაც ნორმის ფარგლებში უნდა მოხდეს და სათანადოდ შერჩეული დასაბანის საშუალებებით კანის ტიპთან მიმართებაში, იმიტომ რომ ზოგს სიამოვნებს სარეცხის საპონი, იმიტომ რომ მისი კანი ამის საშუალებას იძლევა. ზოგისთვის ეს პრობლემაა, რადგან მშრალი კანი აქვს და ამით რომ დაიბანოს, სხვა პრობლემა წამოვამთ, რომ შევარჩიოთ ჩვენ კანის ტიპი დასაბანის საშუალებად სწორად. ვიცოდეთ ვინ ვართ, ანუ რა ტიპის? პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ. კიდევ არის მოსაზრება, რომ შავი შოკოლადის ბევრი მიღება წმენს სახეს. ეს რეალობა არ არის. არ არის? არა. მხოლოდ ბევრ შაქარს ხვასლებს? შავი შოკოლადი ზოგადად კარგი პროდუქტია, მას აქვს ბევრი კარგი თვისება, მაგრამ ის უბრალოდ ბევრ სიხარულის ჰორმონს გვიაქტიურებს, მაგრამ კანის ამ მიმართულებით მე არ ვფლობ ინფორმაციას. არ მაქვს. კიდევ არის მოსაზრება ზეითუნიზეთან დაკავშირებით, რომ ის ძალიან კარგია. ის ძალიან კარგია. ზეითუნის ზეთი ნამდვილად კარგია. შეგვიძლია გამოვიყენოთ წავისვათ განსაკუთრებით, რომელიც არის მწიფე ზეითუნის ხილისაგან მიღებული. უფრო ბევრ ცხიმოვან მჟავას შეიცავს, ვიდრე შედარებით უფრო ნაკლებად შემოსული ნაყოფისგან, რატომაც არა მისი წასმა, ისევე როგორც თქვათ, ქოქოსის, კარაქის და ასე შემდეგ, შეიძლება რომ პერიოდულად იქნას გამოყენებული. კიდევ მინდა გკითხოთ, ძალიან პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში ღვინის კურორტები და კანისთვის ამბობენ, რომ ეს ღვინო ძალიან საინტერესოა. ღვინო ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ეს ჯერ კიდევ ძალიან ოდითგან არის ცნობილი ღვინის აბაზანები. რა თქმა უნდა, ეს ფუფუნებაა, მაგრამ ძალიან კარგი არის. ზოგადად ყურძნის პროდუქტებზე დაფუძნებული პროდუქცია, ეს იქნება საპნები, შრატები თუ ასე შემდეგ. ბევრ ძალიან კარგ ანტიოქსიდანტს შეიცავს და ის ძალიან სასარგებლოა. და ბოლოს არ შემიძლია ცოტა პირადულზე გადავიდე, ორი საკითხი მაქვს. ერთი მყავს 3 წლის ბიჭი, რომელსაც ძალიან უყვარს ხატვა. და ძალიან ხშირად ვიხატავთ სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, ფლომასტერი იქნება ეს პასტა თუ საღებავი, არ ვიცი. ზოგჯერ ვახერხებთ ჩამობანას, ზოგჯერ ისე არის, რომ 2-3 დღე შეიძლება ის ადგილი გაფერადებული იყოს.
ეს საშიხვარ არის აუგრძელოთ თუ აქაც მივდივართ ხარისხთან. რა თქმა უნდა, რა ხარისხის არის ეს ჩვენი ფლომასტერი? თუ არის ძალიან ქიმიური და ადამიანსაც აქვს ინდივიდუალური მგრძნობელობა ასეთ საღებავებზე, შესაძლებელია რომ გარკვეული ალერგიული რეაქცია ჩამოყალიბდეს. თუ მისთვის ეს ალერგენი არ არის და ნუ მეტნაკლებად ნორმალური ხარისხის არის სახატავის საშუალება, მე ვფიქრობ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მცირე ფართზე რასაკვირველია. და ირით შეიძლება მარტივად რო ჩამოუბანოთ, მაგალითად სპირტიანი საშუალება შეიძლება გამოვიყენოთ. შეგვიძლია გამოვიყენოთ ისეთი სველი სალფეტკებით, რომელშიც შეგვიძლია ცოტა სპირტიც დავასხათ და უფრო კარგად გაიხსნება და ადვილად ჩამოცილდება კანის საფარველს. ძალიან კარგი. მე დავატენიანოთ. აუცილებლად, იმიტომ რომ აშროლი არ განვითარდეს. და ბოლოს ახლა უკვე პირადი საკითხი, ტატუირების ამბავი, ნუ უკვე ძალიან გავრცელებული რამ არის ქვეყანაში და მსოფლიოში, მაგრამ მაინც დღის ბოლოს არის კამათი ყოველთვის რომ შეიძლება ძალიან ცუდი აღმოჩნდეს ან არ შექმნას პრობლემა. აქაც მივდივართ საღებავ ნივთიერებების ხარისხთან. რა საღებავია, რამდენად ტოქსიურია. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ფერის, განსაკუთრებით წითელი საღებავი ძალიან ტოქსიური არის. როგორც თმის საღებავი, ასევე ტატუს საღებავი. ამ შემთხვევაშიც უნდა იყოს გაკეთებული, ხარისხიანი პროდუქციით. რომ ეს არ იყოს შემდგომში ტოქსიური ადამიანისთვის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არის უკვე გარკვეული, თქვათ, ინფორმაცია, შემთხვევები, როდესაც ესაც გარკვეულ პრობლემას ქმნის. ხარისხი. ზოგადად ხარისხი, დიახ, თუნდაც პერმანენტულ მაკიაჟში, ზოგადად ტატუს შემთხვევაში უნდა იყოს ხარისხიანი მასალა, რომ ჩვენთვის არ იყოს ტოქსიური. და ჩვენში იწოვება სისხლის საშუალებით, ჩვენს ორგანიზმში ცირკულირებს. თქვენ ხომ იცით ტატუს გაკეთების შემდეგ გარკვეული დროის შემთხვევაში სისხლის გაცემა არ შეგვიძლია. კი ბატონო, მაგის შესახებ გამიგე. და მოშორება გახდა აქტუალური უკვე საკმაოდ მარტივი პროცედურა არის. ლაზერის აპარატის საშუალებით ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ტრადიციულ კითხვას დაგისვათ, რაც უკვე ჩვენი გადაცემისთვის ყოველ ჯერზე ესე ვთქვათ ტრადიციად გახდა. რატომ დერმატოლოგია და რატომ ეს პროფესია ექიმობა? ძალიან საინტერესო შეკითხვაა და რაც წლები მემატება, კიდევ უფრო ვუკვირდები ამ შეკითხვას და თითქოს რომ კიდევაც რომ დამაბრუნა, აუცილებლად ამ დარგში დავბრუნდებოდი. ეს არის ჩემი მეს 70%. მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. რა თქმა უნდა, ამას აქვს ერთი დღე უძღვის წინ, რომელიც გახდა წინაპირობა ჩემი პროფესიის გადაწყვეტილების მიღების. ეს იყო ჩემი პედაგოგი, რომელმაც ძალიან შთამბეჭდავა აგვიხსნა დაავადება და იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მე მივხვდი, რომ ეს იყო ჩემთვის შეუცვლელი პროფესია. და საინტერესო ისტორია გაქვთ. ესე იგი, ერთმა დღემ გადაწყვეტა მთელი ცხოვრების გზა. ერთმა დღემ განაპირობა. მე ძალიან ბევრი პასუხი მივიღე დღეს თქვენთან საუბრით და იმედი მაქვს, რომ ჩვენმა მაყურებელმაც ისიამოვნა ამ საუბრით. საკმაოდ საინტერესო გამოვიდა ყველაფერი. როგორც თავში აღვნიშნე, თქვენი პროფესია კანის გარდა კიდევ რაღაც ორგანოს ეხება და შესაძლოა იქნება, რომ მომავალში კიდევ შეგაწუხოთ და კიდევ ერთხელ დაგპატიჟოთ. მადლობა თქვენ. პირიქით, დიდი მადლობა ქალბატონო ქეთევან, დროებით. წინ ზაფხულია. არ დადაგები მოდის და მოზარდებით ემზადებიან დასასვენებლად ბანაკები, მთა, ზღვა, ყველაფერი ის, რაც მშობლებს ანერვიულებთ, რადგან ნერვიულობენ თავიანთი შვილების უსაფრთხოებაზე. კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი შვილები მზად იყვნენ ყველა კრიტიკული მდგომარეობისთვის. მაგალითად, რა უნდა გააკეთონ მოტეხილობის შემთხვევაში, ან როგორ უნდა მოიქცნენ თუ უცხო სხეული გადასცდებათ. საბედნიეროდ არსებობს ადგილი, სადაც ეს ყველაფერი შეიძლება მათ შეასწავლონ და თანაც შეასწავლონ პროფესიონალებმა. პირველადი დახმარების ცენტრი, რომელიც მარტივ და გასაგებ ენაზე აგიხსნით თქვენს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ გარკვეულ სიტუაციაში, როდესაც ირგვლივ არ არიან პროფესიონალები. გამარჯობა მეგობრებო. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გასვლა პაციენტის თავისი სტუდიიდან და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი თქვენთვის. დღეს მე ვიმყოფები ჩემს პატარა მეგობრებთან. მოდი ესე დავარქვევ მათ. ნუცა, ყეშელა, ჭიჭი და გახო. ნუცა, შენ გაქვს თითი ნატკენი. პირველად დახმარება დაგჭირდა? არა. პირდაპირ ექიმთან გაიქეცე. გახო, შენ სპორტსმენი ხარ? დიახ. და ცოტა ხნის წინ ხელი მოიტეხე. დიახ. და რა ქენი მაგ დროს? ვინმე გამიგაკეთა. სკოლაში შევიხვია და შემდეგ საავადმყოფოში დამიფიქსირეს რენტგენით. სკოლის ექიმი დაგეხმარა თუ? აი ძალიან საინტერესოა. რაღაც გამოცდილება უკვე გქონიათ თქვენს პირველად დახმარების. ხო და ჩვენც მოვედით ძალიან საინტერესო ადგილას. ეს არის პირველად დახმარების ცენტრი,
რომელიც გვასწავლის ჩვენ თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს, ღმერთმა არავის არ დააჭიროს, მაგრამ ყველაფერი ხდება და როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს და გავაცნოთ ეს ამბები ჩვენს მაყურებლებსაც, რომლებსაც დარწმუნებული ვარ ასევე აინტერესებს. აბა წავედით. ჩვენი მასპინძელი ბავშვებო არის ირაკლი ხეჩიკაშვილი. პარამედიკოსი, საინტერესოა თუ იცით რას ნიშნავს ეს სიტყვა, მაგასაც გკითხავთ ცალკე. პრეჰოსპიტალური გადაუდებელი წინასწარი დახმარების სპეციალისტი. მე მინდა დღეს რომ ესე კარგად ასე ვთქვა თავისუფლად და ლაღად ვისწავლოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში შეიძლება ეს გადაუდებელი დახმარება იყოს ჩვენი და დაზრალებული ასე ვთქვა სიცოცხლის გადამრჩენის რაღაცა შანსი. თქვენ თუ თვლით რომ გარემო არ არის თქვენთვის საფრთხის შემცველი, მხოლოდ ამ შემთხვევაში იწყებს გადაუდებელი დახმარებას. ანუ პირველი საფეხური გავიარეთ. გარემო თუ უსაფრთხოა, დავიწყოთ გადაუდებელი დახმარება. მეორე ეს არის ერი ასოდი აღნიშნული საფეხური, რომელიც მოიცავს რას? ეს არის ცნობიერება. თან მარტივი მაგალითი. პირველი დაადო თავზე ხელი და თქვენი მეორე ხელით ჩაძახე. როგორ ხარ? გესმის ჩემი ხმა? ძალიან მარტივი ეს ყველაფერი მეგობრებო. როგორც კი ნახავთ რომ დაზრალებული არ შემოდის კონტაქტში და ამ შემთხვევაში ვთქვათ უკვე დაუძახეთ მანდატურს ან და მასწავლებელს, შემდგომ გადავიდეთ უკვერაზე. დავათვალიეროთ დაზრალებულის გულმკერდი და ვნახოთ პაციენტი სუნთქავს თუ არ სუნთქავს. მიიტანეთ თქვენი ყური დაზრალებულის პირთან. აი ასეთ სიტუაციაში. თუ დაზრალებული უგონოა და არ სუნთქავს, აქ უკვე მოდის გულფირთვის რეანიმაციის დაწყების ჩვენება. ანუ დავიწყოთ ზეწოლები კერდის ძვალზე. შეკარით მეორე ხელთან, ანუ ნახეთ რას ვაკეთებთ. შეკარით, შექმენით 90 გრადუსიანი კუთხე თქვენს ხელს და ხელებს შორის, გამართეთ იდაყვები თითქოს ჯოხებია და ზეწოლები დაიწყეთ სწრაფად, ძლიერად და ღრმად. ჩვენი მიზანია მხოლოდ ზეწოლები ვაკეთოთ შეუჩერებლად, სანამ სასწრაფო არ მოვა. როდის ვცდით თუ შეიძლება ჩვენს? მე მინდა რომ ეხლა ვცადოთ თუ კითხვები არ გვაქვს. არ გვაქვს. ზადა ვართ? აბა წავიდა. მოკლედ, ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი. ეს არის აპარატი, რომელსაც შეუძლია რომ რესტარტი გაუკეთოს გულს, მოხსნის იმ არასწორ რითმს და დაუბრუნებს გულს სწორ რითმს. მოდი ჩავართოთ და მინდა რომ თან გქონდეთ ხედულობაში რა შეიძლება იყოს ეს ყველაფერი. ყველაფერს გვეუბნება თვითონ. აპარატი ჩვენთვის არის დამხმარე საშუალება. აპარატი მოგცემს სწორ მითითებებს, მოხსნის ქაოსურ იმპულსებს, ანუ გულს გაუკეთებს რესტარტს და საბოლოო ჯამში აქ ჩვენ დაგვეხმარება უფრო მეტად გავზარდოთ გადარჩენის შანსები, ვიდრე აქამდე იყო. თუ ნახავთ რომ დაზრალებულს ამ შემთხვევაში ვინმეს ხო მეგობარს, მეზობელს, დედიკოს, მამიკოს, სულ ერთი ვინმეს გადაცდება რაღაცა სასუნთ გზაში, თუ დაზრალებული ახველებს, ეს იმას ნიშნავს რომ საქმე არის კარგად. დაელოდეთ მასთან ერთად დარჩით და უთხარით რომ გააგრძელოს ხველება იქამდე სანამ არ ამოვარდება უცხოსხეული სასუნთქი გზებიდან. მაგრამ თუ გადაგწდება უცხოსხეული ან გადაცდება ვინმეს და ხველა გაჩერდება, აი აქ უკვე უნდა ჩავერთოთ ჩვენ. 3, 2, 1. აი ესეც არის ჩვენი ხაშლავის დაჭერა. სწრაფად და ძლიერად. 1, 2, 3. წავიდა. ძლიერად. მომისმინეთ? აი აქ გაქვს სივრცე. მომეკარი, გააკეთე ხელი. და ძლიერად 3, 2, 1. წავიდა. აი ეს ჩვენი ერი. ეხლა რაც შეეხება ტურნიკეტის გამოყენება, როგორ უნდა გამოვიყენოთ. გაშალეთ ტურნიკეტი, კარგად დააფიქსირეთ, რომ არ იყოს ძირითად ზონაში და ქსოვილ შორის, ასე ვთქვათ, ლუფტი და დაიწყეთ დამატებით ბერკეტის ტრიალი. ექიმთან მიიყვანამდე ტურნიკეტი არ მოხსნათ. ეს ექიმების საქმეა და მოდი ექიმებს მივანდოთ. წავიდა. რა უნდა იდოს პირველ დახმარების ჩანთაში? ისეთი, რომელსაც შეუძლია რომ სიცოცხლის შენარჩუნებას დაგვეხმაროთ. ერთი ვერსია გქონდა, არტაშანი. არტაშანი. კიდევ ვერსიები გვაქვს, რა შეიძლება იყოს? რა შეიძლება იყოს? ტურნიკეტი. ტურნიკეტი. კარგია? სპეციალური ისე ვქვია, გადასაფარებელი, რომ მაგალითად
ყინვარებაში თუ ბინგო. მოკლედ ძალიან ბევრი საჭირო ნივთია და რა თავარია. რომც არ ვიცოდეთ რა არის აი ამ ნივთებში და რა ფუნქცია არის თითოეულის აღწერა, როგორ, სად, რატომ და რა თანმიმდევრულად უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. ტურნიკეტი როგორც სწორი იყო. მეორე სამკუთხა ნახვევი მოდეს და ვთქვათ, რომ შეიძლება არა მხოლოდ მოტეხილი კიდურის დაფიქსირება, არამედ შეიძლება სისხლდენის იმპროვიზებული ტურნიკეტად გადაქცევა და შეჩერება სისხლდენის, ასევე თერმოპლეტი, რომელიც ასეთ სიტუაციაში, ანუ ტემპერატურის ცვლილებების დროს ძალიან კარგია და კარგად მუშაობს და გვეხმარება. ასევე ტაქტიკური მაგრატელი შეიძლება რომ დაზრალებას გაუჭოთ ქსოვილი, ანუ ტანსაცმელი და არ დავაზიანოთ ამ შემთხვევაში უშუალოდ დაზრალებული კანი. აქვე არის სასტენი, თითის ფიქსატორი, ელასტიური ბინტები, მოტეხილობის საფიქსაციო რბილი არტაშანი, ასე ვთქვათ, სპლინტი, როგორც ეწოდება ამას, ასევე არის პირველი დახმარების ნიღბები, რითიც შეიძლება გავაკეთოთ უკვე დაზრალებულთან პირდაპირ ჩასუნთქვები. გამოსავალი რეალურად არის ის, რომ ადგილზე გქონდეს სიცოცხლისთვის აუცილებელი შესანარჩუნებელი ნივთები. პირველი რა არის? პირველი რაც უნდა გააკეთოთ, თუ ვინმე უნდა გახდა. დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო, ბევრი რამე იყო გასაგები და საკმაოდ ლამაზი გარემოა და ყველაფერი ძალიან აღსანიშნავია. მე ძალიან მომეწონა დღეს ეს, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ჩემი მეგობრები და უცხო პირი გადავარჩინო და ძალიან საინტერესო დღე გქონდა. მეგობარს ან უცხოს ან ოჯახის წევრს ამ იმას დაემართება, ვეტყვი და რჩევას მივცემ და გავეხმარებ. დღეს უფრო დასუსტებით გავიგეთ რა როგორ უნდა გავაკეთოთ და უფრო ტექნიკურად როგორ უნდა გავაკეთოთ ეს პირველად დახმარება გამოვიყენოთ ნივთები. საღამოს ვარჯიში ძილის დარეგულირებაში მოგეხმარებათ. მარტივი ხელის მოძრაობები ან ფეხის მოძრაობები, თუნდაც კისრის გავარჯიშება შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ დაგეხმაროთ ჯანმრთელობის დასტაბილურებაში. დიახ, ეს ასეა. ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არაფერია. სოკრატემ ასე დაგვიბარა. მომავალ ხუთშაბათამდე. ადამიანის სხეულის ყველაზე დიდი ორგანოს მკურნალობის გზა, ანუ კანის დაავადებების სამკურნალო მეთოდი, რომლისთვისაც არსებობს არაერთი წამლის ფორმა. მალამო, კრემი, ლოსიონი, ბალზამი, პასტა, წყალში ხსნადი, ლიპოსომები, ტრანსფეროსომური ვეზიკუები, ტუჩის ბალზამი, სამედიცინო შამპუნი, კანის სალბუნი, კანგავლილი სალბუნი, ნაკადური ინექტორი, კანქვეშა ჩასანერგი. ეს ყველაფერი ადგილობრივი კანის ზედაპირული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. დერმატოლოგიური თერაპიის სფეროში არაერთი ახალი ფორმა გამოიგონეს, თუმცა ყველაზე ეფექტური მაინც კანზე დატანებული ფორმა რჩება, ანუ თერაპიული საშუალებების კანზე მიწოდება წარმოადგენს დადასტურებულ და ეფექტურ ვარიანტს სხვადასხვა კანის დაავადებების სამკურნალოდ. უკანა ტანიდან შესაყვანი ფორმები: რექტალური გზა, მალამო, სანთელი, ოყნა, ხსნარი, წყალში ხსნადი გელი, მარფისის საწვეთური, საკვები ოყნა. ადამიანის სწორი ნაწლავი წარმოადგენს სხეულის ღრუს, რომელშიც წამლების ადვილად შეყვანა და შეკავება შესაძლებელია. რაც მთავარია, წამლის შეწოვადობა კარგად ხდება, რადგან სწორი ნაწლავის კედელი თხელია და უხვი სისხლმომარაგება აქვს. ამ მეთოდით მედიკამენტებს ურევენ ცვილისებრ ნივთიერებას, რომელიც იხსნება ან ლხვება სწორ ნაწლავში მოთავსებისას. განსაკუთრებით კომფორტულია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის შარდ-სასქესო გზის შესაყვანი ფორმები: ვაგინალური გზა, საცხი, მალამო, საშოს სანთელი, საშოს რგოლი, საშოს სავლები, საირიგაციო ხსნარი, საშვილოსნოს შიგნით მოთავსებული მოწყობილობა. ვაგინალურად წამლის შეყვანა ძირითადად გამოიყენება ადგილობრივი პირობების სამკურნალოდ, როგორიცაა ანთება და ინფექციები, ასევე კონტრაცეპტული აგენტების შეყვანისთვის. საშო შეიძლება იყოს წამლის სისტემური მიწოდების გზა-გამტარი და ძლიერ სისხლძარღვოვანი ეპითელიუმის, ანუ უჯრედების ფენის გამო.
წამალი საშოს კედლიდან ნელა შეიწოვება. ხსნარების სუსპენზიები და ქაფი შეიძლება გავრცელდეს ბევრად უკეთ, ვიდრე ტაბლეტები ან კაფსულები. კრემები, ქაფი და ჟელეები ყველაზე ხშირად სწრაფად მოქმედი ფორმებია. ჩვენ ჩამოვთვალეთ ყველაზე გავრცელებული მედიკამენტების ფორმები და შეყვანის გზები, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის სისტემაში გამოიყენება. არსებობს კიდევ არაერთი ფორმა, რომლებსაც მხოლოდ კლინიკებში მხოლოდ სპეციალისტები იყენებენ. გახსოვდეთ, თქვენი ორგანიზმისთვის შესაფერისი ფორმა და შეყვანის გზა ინდივიდუალურია. არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა, გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან და მაინც დამაჯერებლობისთვის გადაიკითხეთ ინსტრუქცია. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, გაეცანით ჩვენს ინსტრუქციებს და დაელოდე მომდევნოს.